იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად ჩვენ აქვთ ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქვთ როგორც ყოველთვის დღესაც საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირიდან პრეზიდენტის მსოფლიო თასის გათამაშება 2025 ორი მედლით დაბრუნდა ანა ჯაფარიძე ტურნირის ვიცე-ჩემპიონია ლია ჩაჩიბაია ბრინჯაოს მედალოსანი და ასევე გეტყვით რომ ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ლაშა ტყემალაძეს საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა და ჯილდოც გადაეცა სატელეფონო ხაზზე ანა ჯაფარიძე ანა მოგესალმებით. გამარჯობა მოგესალმებით. გილოცავთ ვიცე-ჩემპიონობას და რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ანუ თქვენ კარიერაში პირველია ხომ? თქვენ არაერთი ტურნირის გამარჯვებული ხართ, ოქროს მედალოსანი, ასევე ხართ ბრინჯაოს მედალოსანი, პარალიმპიადის ბრინჯაოს მფლობელი, თუმცა რაც შეეხება ვერცხლს პირველად მოიპოვეთ და მინდა რომ თქვენი ემოცია გაგვიზიაროთ. გისმენთ? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში ძალიან დიდი და დიახ, კი პირველი ვერცხლის მედალი იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა, ოქრო უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც გამიხადა, იმიტომ რომ თითქოს რაღაც კოლექციაში ყველა მედალი მქონდა ვერცხლის გარდა და შესაბამისად პირველი და დასამახსოვრებელი მედალია ეს ჩემთვის. პირდაპირ ნახევარფინალში ვიჩხუბე მე რეიტინგის გამო, იმიტომ რომ ახლა ხანს უკვე ამ შეჯიბრის რეიტინგის ჩათვლითაც მეხუთე ადგილას ვარ მთელ მსოფლიოში რეიტინგით. და შესაბამისად ნახევარფინალში ვიჩხუბე, მე გადავედი ფინალში და ფინალში დავმარცხდი, მაგრამ არაუშავს შემდეგ ჩემპიონატებზე გვაქვს უფრო მეტი იმედი იმის რომ მე ოქროს ავიღებ. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ თამაში და რაც შეეხება ამ ტურნირს მართლა ძალიან გაგვახარეთ და მაინტერესებს ზოგადად რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავდათ, რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. კონკურენცია ყველა წონაში არის საერთოდ ჩვენ სპორტში. ჩემს წონაში არის ძალიან დიდი კონკურენცია, მაგალითად ახლა ნახევარფინალში ვისაც შევხვდი, იყო სპორტსმენი, რომელსაც ტოკიოშიც აქვს медали აღებული პარალიმპიადაზე და პარიზშიც აქვს აღებული медали პარალიმპიადაზე და ზოგადად ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან საერთოდ ყველა წონის კატეგორიაში, მაგრამ არის რამოდენიმე წონები, სადაც უფრო ძლიერია კონკურენცია ვიდრე სხვებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქედან რომელიმე წონა არ მარტივიან რამე მსგავსი. დიახ, თქვენი წონითი კატეგორია -52 კილოგრამი. რომ დავაკონკრეტოთ და ზოგადად რაც შეეხება პარასპორტის სამსახეობას, სპორტის სამსახეობას, თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულსაც, ნაკლებად ასოცირდებოდა გოგონებთან, უფრო ჩხუბი ასოცირდებოდა ვაჟებთან. თუმცა ფაქტია, რომ ძალიან ლამაზად ჩხუბობთ, პროფესიონალები ხართ, ჩვენი ნაკრების გოგონები და აი თქვენი ტურნირების მერე, რა ვიცი, ყველა ამბობს და ყველა აღნიშნავს იმას, რომ პარატაეკვანდო აი ესეთი რეპლიკებიც არის ქალების სპორტიც ყოფილა და მე მგონი ქალების სპორტიაო. და აი თქვენი აზრით იმ გოგონებს, რომლებსაც უნდათ რომ ჩაერთონ პარასპორტის სამსახეობაში, რას ურჩევდით გარდა სურვილისა, რა არის საჭირო რომ აი ესეთი პარასპორტსმენი გახდე და ასეთ მაღალ მწვერვალებს მიაღწიო. ჩემი აზრით არა მარტო ამ სპორტში, არამედ საერთოდ ყველა სფეროში ძალიან აუცილებელია საკუთარი თავის დაჯერება, ანუ თავდაჯერებულობა და იმისკენ სწრაფვა, რაც შენ მართლა გინდა გულით. უნდა დარწმუნდეს შენს თავში, რომ გინდა ამის გაკეთება და ამისთვის შენ ყველაფერს გააკეთებ და ჩადებ ყველაფერს, რაც შეგიძლია. საკუთარი თავის თავდაჯერებულება და ასე ვთქვათ, მოტივისკენ სწრაფვა, ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რამ, რაც შეუძლია ადამიანს გოგონებს ამ შემთხვევაში გააკეთონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. დიახ და თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორი ხართ, მინდა გითხრათ. და ისევ ტურნირების თემას მივუბრუნდეთ. ზოგადად 2025 საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა წარმატებით დაიწყო თურქეთის ღია პირველობაზე, თქვენ გამარჯვებული გახდით, გარდა ამისა კიდევ ორი медали ბრინჯაოს მედლები ლია ჩაჩიბაიამ, გიორგი ნიკოლაძემ მოიპოვეს და შემდეგ ტურნირზეც და მოსამზადებელ ეტაპზეც მინდა რომ გვესაუბროთ. სად აპირებთ გამგზავრებას და როგორ ემზადებით?
ეს წელი ზოგადად ტურნირების მხრივ ძალიან დატვირთული გვაქვს. მე მგონი ერთი თვეც არ გასულა ისე რომ არ წავსულვართ ჩემპიონატებზე სხვა ქვეყანაში. ახლა მალევე გვიწევს ისევ ჩემპიონატი ბრაზილიაში მაისის ბოლოს და ამისთვის შეიძლება წინა მოსამზადებელი შეკრებაც გქონდეს, მაგრამ რომ თაიყო ჩვენ ყველანაირად მაქსიმალურად ვემზადებით ყოველთვის ჩემპიონატებისთვის და რა თქმა უნდა ამ ჩემპიონატისთვისაც ვფიქრობ რომ ყველაფერს ჩავფიქრობ რა ამბობთ რომ ყველაფერს ჩავდებ, მაგრამ მინდა რომ ოქრო მოვიპო. დიახ და რაც შეეხება ყველა ტურნირს, ალბათ თქვენს დამეთანხმებით იმაში, რომ საუკეთესო გამოცდილებაა და კიდევ იმის საშუალება, რომ გაიზარდოს სპორტსმენი. ანა, და ზოგადად, როდესაც გუნდზე ვსაუბრობთ, როდესაც სპორტსმენზე ვსაუბრობთ მიღწევაზე, რა თქმა უნდა, აქ არაერთი ადამიანის შრომაა ჩადებული. თქვენს უკან დგანან მწვრთნელები, თქვენს უკან დგანან ექიმები, ზოგადად მთელი გუნდი, პარალიმპიური კომიტეტი და აი გუნდურობაზე მინდა რომ გვესაუბროთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რომ არა, შესაბამისად შედეგებიც არ გვექნებოდა. მინდა ვისაგებლო მომენტით გადავხადო მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, ბატონ რატი იონათამიშვილს, ჩვენი კომიტეტის პრეზიდენტს და მადლობა თქვენს, იმიტომ რომ ზოგადად ყოველთვის იგრძნობა თქვენი მხრიდან მხარდაჭერა და აი არ ვიცი მართლა უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, მე გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაგვახარებთ თქვენს გულშემატკივარს მთელს საქართველოს. წარმატებები. ანა ჯაფარიძე იყო სატელეფონო ხაზზე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირიდან პრეზიდენტის მსოფლიო თასი 2025 2 მედლით დაბრუნდა. ანა ჯაფარიძე -52 კილოგრამ კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის პრიზორი გახდა. ლია ჩაჩიბაია -57 კილოგრამში გამოვიდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი და ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ლაშა ტყემალაძეს საუკეთესო მოჩხუბრის ტიტულიც მიენიჭა და აღნიშნავ, რომ ჩინეთში საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამასობაში სატელეფონო ხაზზეა ლია ჩაჩიბაია. ლიკუნა, მოგესალმებით. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მართლა ძალიან გაგვახარეთ და რაც შეეხება მაღალი სინჯის მედალს, ჩვენ შეჩვეულები ვართ თქვენგან და არ ტურნირიდან არ ყოფილა შემთხვევა, მე მგონი რომ თქვენ მედლით არ დაბრუნებულიყავით, ამჯერად ბრინჯაოს მედალია და მინდა თქვენს ემოციებზე რო გვესაუბროთ. დიდი მადლობა მოგესალმებით მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. ემოციები სხვა ემოციები გქონდა, იმიტომ რომ მე პირადად მექსიკელთან გავიმარჯვე, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კი ხერს როგორც ბრინჯაო, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მედალი ჩემთვის პირადად ოქროს სტოლფასია და ის შრომა, რაც მე ჩავდე ამ შეჯიბრისთვის, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა, გამართლებულია და იმედი მაქვს, რომ ყოველი შეჯიბრის დროს აი ამ სიტყვებით შემოვა თქვენს ეთერში. დარწმუნებული ვარ ამაში და ლიკუნა ზოგადად როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, როდესაც პარასპორტსმენებზე ვსაუბრობთ და თქვენ მართლაც აი ყველა ხართ მარაჩვეულებრივი მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, ასახელოს თავისი ქვეყანა. თუმცა ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ ამის უკან ძალიან დიდი შრომა დგას. თქვენ თავიდან იყო წლები, როდესაც პარაცურვაში იყავით, ხო? პარაცურვით დაკავებული, თუმცა მე გადაინაცვლეთ პარატაეკვონდოში და მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთეთ, მე მგონი. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან ლამაზად ჩხუბობთ და თქვენს შემყურე ძალიან ბევრ გოგონას გაუჩნდა იმის სურვილი, რომ პარასპორტის სამსახეობით დაკავდეს. თუმცა სურვილი საკმარისი არ არის მარტო, ამისთვის საჭიროა კიდევ სხვა რამდენად დიდი დრომი აქვს პარასპორტს
თქვენ ცხოვრებაში როგორ ვარჯიშობთ, დღეში რამდენ საათს ვარჯიშობთ, რამდენ შრომას დებთ. აი ეს ყველაფერი მინდა რომ უბრალოდ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ახალგაზრდები აკეთებენ არჩევანს, მათ მერე საკუთარი არჩევანი გაამართლონ. კი ბატონო, პარასპორტი ჩემს ცხოვრებაში ამ ეტაპზე და ვფიქრობ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ყოველთვის პირველ პლანზე. იმიტომ რომ ჩემი დილა ყოველთვის იწყება ვარჯიშზე ფიქრით და წასვლით მომზადების პროცესისთვის. შესაბამისად მივდივარ პირველ ვარჯიშზე, მერე მეორე ვარჯიშზე და ვფიქრობ რომ დღის ნახევარს ვუთმობ ამ ყველაფერს და დღის მეორე ნახევარს ვუთმობ აღდგენას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ სპორტში. და ვფიქრობ რომ ყველაფერი ისე აქვს ჩემ ტრენერებს გაწერილი რომ შედეგმაც არ უნდა დააყოვნოს და ალბათ ეს შედეგები რასაც ჩვენ ვიღებთ ზუსტად აი ამის შედეგია. თუმცა ყველაზე დიდი როლი რაც ეკუთვნის ეს არის პარაოლიმპიური კომიტეტის როლი. რის გარეშეც ჩვენ ვერ ვიარსებებთ მართლად არ არის მხოლოდ ეს ფინანსური მხარდაჭერა ან დაფინანსება, ყველაზე მთავარი არის გვერდში დგომა, რომლის ალობითაც ჩვენ აქამდე მოვედის და რომ არა რატიო ნათამიშვილი და რომ არა დანარჩენები ჩვენ არ ვიქნებოდით და მე პირადად არ ვიქნებოდი ესეთი მოტივირებული. არიან პირველ რიგში ჩვენი მეგობრები, არიან ჩვენი ოჯახის წევრები, რომლებსაც ძალიან დიდი როლი უჭიროთ ჩვენ ცხოვრებაში და ვფიქრობ რომ აი ეს ყველა ერთად ვქმნით ამ ყველაფერს. კი ბატონო და მართლაც გუნდი ედებს შედეგს და ნუ რაც შეეხება საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს მართლაც ძალიან დიდი შრომაა გაწეული იმისთვის რომ არა მარტო პარატაეკვანდო ხო საქართველოში პარასპორტის აბსოლუტურად ყველა სპორტში რასაც ჩვენ იმდენად მჭიდრო კავშირი გვაქვს უბრალოდ შემოვიფარგლები ხოლმე პარატაეკვანდოში თუმცა ყველა მიცის რომ ყველა სპორტის სახეობა არის თანაბრად გადანაწილებული და პარასპორტის ყველა სახეობა არის თანაბრად განვითარებული და მართლა ძალიან დიდ შედეგებს აღწევთ პარასპორტსმენები ხო ზოგადად ფაქტებზე შედეგებით ვსაუბრობთ, ხომ? ამდენი წარმატებული პარასპორტსმენი და რაც შეეხება პარატაეკვანდოს, ისე ძალიან ლამაზი პარასპორტის სახეობა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მართლაც აი თქვენ ანა ძალიან ლამაზად ჩხუბობთ. ამაზე ალბათ არასდროს მომბესდება საუბარი, იქიდან გამომდინარე, თუნდაც ჩემი თაობის წარმომადგენლებისთვის პარატაეკვანდო აღიქმებოდა მამაკაცების სპორტად. ზოგადად ტაეკვანდო. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. დიახ, და აი თქვენ გააგრძელებთ, დიახ. დაკავშირებული არის მამაკაცებთან, თუმცა მაქვს იმის პატივი, რომ მოვირგე ეს პირველი პარატაეკვანდოისტი ქალის სტატუსი და კი ბატონო, ყველას უნდა იჩხუბოს ისე როგორც მე და ამაში ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შრომა მხოლოდ ჩადებული და სხვა არაფერი შრომით ეს ყველაფერი ესე ვამოწება და კარგდება. ნამდვილად, აი რაც შეეხება ასაკს, ამაზეც ხშირად გვეკითხებიან, ანუ რა ასაკამდე შეძლებთ თქვენ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებზე? ზოგადად პარაოლიმპიურ კომიტეტში და ზოგადად პარასპორტულ ორგანიზაციებში ასაკი არ არის შეზღუდული, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ მოვიდეს, ივარჯიშოს უბრალოდ აუცილებელი არის რომ კონდეს სპორტული მონაცემები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს სურვილს პირველ რიგში და შემდეგ ვფიქრობ რომ ყველაფერი ხერხდება, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც გონია რომ თუ 28 წლის ხარ და სპორტში ხარ, უკვე ბებერი ხარ და ასე. იმიტომ დავსვია ეს კითხვა. შემიძლია ვთქვა რომ ეს ასე არ არის, ასაკი თუ ხარ სპორტული მონაცემების მქონე ადამიანი და თუ შენში სურვილი არსებობს სპორტული ყველა სპორტში შეიძლება იასპარეზო ისე როგორც 15-16 წლის ბავშვები იასპარეზობენ. კი ბატონო, და თქვენ აი სულ ცოტა ხანში ფაქტურად ერთ თვეში ბრაზილიაში გაემგზავრებით, ხო? და როგორია თქვენი მოლოდინი, იმიტომ რომ ძლიერი კონკურენტები გელოდებიან, იქ კი არა შეგხვდებიან. მოლოდინი ძალიან კარგი მაქვს, თუმცა არ მიყვარს წინასწარ ჩემს გეგმებზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, რომ მე ჩემი მაქსიმუმით გავაკეთებ იმას, რაც ჯერ არ გამიკეთებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოში დავბრუნდები ღირსეულად და ღირსეული მედლით და ვნახოთ, წინასწარ მთლად არ მინდა ამ ყველაფერს ვილაპარაკე, თუმცა
შედეგებს ვაუბრებით კარგს. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, თამაში წარმატებებს გისურვებთ და ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ არაერთ გზის ვიამაყებთ თქვენი წარმატებებით. მადლობა, დიდი მადლობა, ლია ჩაჩიბაია იყო სატელეფონო ხაზზე და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირიდან 2 მედლით დაბრუნდა. ანა ჯაფარიძე ვერცხლის პრიზორი გახდა, ლია ჩაჩიბაია ბრინჯაოს მედალოსანი. წარმატებებს ვუსურვებთ მათ მთელ ნაკრებს. ეს იყო გადაცემა, ჩვენ აქ ვართ, მე მალე დაგიბრუნდებით.